ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 14 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების და დაცვის მხარემ შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. მოსამართლემ ერთ-ერთ დაკავებულს ზურაბ ჭავჭანიძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ჭავჭანიძის თქმით, ის უკვე 14 დღეა შიმშილობს. დაკავებულებს ბრალდ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ეტებათ. ბრალდებულები ადგენილ ბრალს არ აღიარებენ. პროკურატორმა მხოლოდ შემოიფარგა ინფორმულებით რა ფორმულებაც გვაქვს ადგენილებაში, ისაუბროთ ძალიან ზოგადად და ამ შემთხვევაში მეაჩნიათ, რომ თითქოს ამ ზოგადი სახის მტკიცებულებით, რომელიც არ არის პირდაპირ სახის მტკიცებულებით, დაადასტურებენ აღნიშნულ ბრალდებას, თუმცა როგორც სასამართლოში განმარტეთ დაცვის მხარემ, ჩვენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებით ვეცდები დავადასტუროთ, რომ ამ მასალებში, რომელიც 39 ტომი წარმოადგენს, არ არის პირდაპირ სახის მტკიცებულება, რომელიც ალექსანდრე ჩიროჩავას და სხვა პირების ბრალდებაზე მიუთითებს. ჩვენ დავაფიქსირეთ დღეს შესავალ სიტყვაში პოზიცია, რაც ნიშნავს იმას, რომ დაცვის მხარე არ აპირებს საერთოდ ამ მტკიცოს რამე სასამართლო პროცესზე, არამედ ბრალდების მხარემ უნდა დაგვიმტკიცოს, თუ რასაც ედავება და ზურაბ ჭავჭანიძეს ნამდვილად ჩაიდინა თუ რა ეს ქმედება. მოგეხსენება, წარმოადგინეს მტკიცებულებები, არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ზურაბ ჭავჭანიძეს მცდელობა მაინც ჰქონდა იმისა, რომ ძალადობრივი ქმედება განეხორციელებინა. არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება იმის, რომ ბლოკირების მიზანი ჰქონდა ან რაიმე ხელში ჩაგდების მიზანი სტრატეგიულ ობიექტთან დაკავშირებით.